2024 ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი წელი აღმოჩნდა. წევრ სახელმწიფოებში მემარჯვენე ძალების აღზევებამ ბლოკის ერთიანობა და მისი ძირითადი ღირებულებები გამოსცადა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისადმი მხარდაჭერის სიმტკიცეც. ეკონომიკური არასტაბილურობის მაღალი ფასების და არალეგალური მიგრაციის გარშემო არსებული მზარდი შეშფოთების გამო მემარჯვენე და ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიების გავლენა არაერთ წევრ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მემარჯვენე ფრაქციების საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე ამომრჩევლების მოსაზიდად ევროსკეპტიკურ რიტორიკას იყენებდნენ. დიდი რეზონანსი მოჰყვა მემარჯვენე ძალების წინასაარჩევნო კამპანიებს, რომლებიც ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე აპელირებდა. აქედან გამომდინარე ანალიტიკოსები ევროპარლამენტის არჩევნებში ცენტრისტული და ლიბერალური პარტიებისთვის მნიშვნელოვან დანაკარგებს წინასწარმეტყველებდნენ. ხმის მიცემა 2024 წლის 6-9 ივნისს მართლაც მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაიმართა. 4დღიანი ხმის მიცემის ფარგლებში 370 მილიონმა ევროკავშირის მოქალაქემ 720 ევროპარლამენტარი აირჩია. შედეგად მემარჯვენე ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ ყველაზე მეტი 188 მანდატი მოიპოვა და განიმტკიცა საკუთარი უმრავლესობა ახალი მოწვევის ევროპარლამენტში. ის იყო ერთადერთი ცენტრისტული პარტია, რომელმაც მეტი მხარდაჭერის მოზიდვა შეძლო. მეორე ადგილზე სოციალისტების და დემოკრატების ბლოკი გავიდა. მესამე ადგილი ლიბერალურმა განაახლე ევროპამ დაიკავა. საერთო ჯამში ევროპის პარლამენტის სამი უდიდესი ჯგუფის გადანაწილება უცვლელი დარჩა. Today is a good day for the European People's Party. დღეს კარგი დღეა ევროპის სახალხო პარტიისთვის. ჩვენ გავიმარჯვეთ ევროპულ არჩევნებში. ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი პარტია და სტაბილურობის გარანტი. ცენტრისტული ძალა პოზიციას ინარჩუნებს. თუმცა ამავდროულად მემარცხენე და მემარჯვენე ჯგუფებიც ძლიერდებიან. ამიტომ მიღებული შედეგები ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. შეიძლება რიგ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები გქონდეს, თუმცა სტაბილურობა თითოეული ჩვენგანის ინტერესებშია. ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ ძლიერი და ქმედითი ევროპა. მიუხედავად ცენტრისტული ბლოკის წარმატებისა, როგორც მოსალოდნელი იყო, ულტრამემარჯვენე პარტიებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საფრანგეთში მარინ ლე-პენის ეროვნულმა გაერთიანებამ ხმების თითქმის მესამედი მოიპოვა, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგ გარეშე არჩევნები დანიშნა. გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის სასარგებლოდ იკლო კანცლერის ოლაფ შოლცის პარტიისადმი მხარდაჭერამაც. მსგავსი შედეგი ჰქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის პარტიასაც იტალიის ძმები, რომელმაც ხმების მეოთხედზე მეტი მოიპოვა. შედეგად ახალი მოწვევის ევროპარლამენტში 162 მანდატი, ორი ყველაზე მემარჯვენე პარტიის კონსერვატორები და რეფორმისტების და პატრიოტები ევროპისთვის წევრებმა დაიკავეს. მათთან ერთად ახალი მოწვევის ევროპარლამენტში არიან ალტერნატივა გერმანიისთვის და უნგრული მემარჯვენე პარტია ფიდესის წევრებიც. მიუხედავად ევროსკეპტიკურად განწყობილი ძალების აღზევებისა, 2024 წელს გაფართოება კვლავ ბლოკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩა. 25 ივნისს კი ევროკავშირმა ოფიციალურად გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილება როგორც მისი ქვეყნისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის ისტორიულად შეაფასა. ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ გაწევრების მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ეს ისტორიული შედეგია. ამაზე დიდხანს ვმუშაობდით. ახლა კი პირველი მთავრობათშორისი კონფერენცია გავმართეთ. აუცილებლად მივიღებთ ყველა იმ ზომას, რაც ევროკავშირთან ურთიერთობის მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად და უკრაინის გაწევრების ხელშეკრულების შემუშავებისთვის არის აუცილებელი. დღეს მნიშვნელოვან ნაბიჯს აღნიშნავთ ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მოლდოვამ გულმოდგინედ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და ოფიციალურად დაიწყო გაწევრების მოლაპარაკებები ევროკავშირთან. სურს გამოხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ორივე გუნდის მიმართ, ბრიუსელში და კიშინიოვში, მათ მიერ გაწეული უზარმაზარი შრომისა და ძალისხმევისთვის. არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოლდოვა ითვალისწინებს სისწრაფის აუცილებლობას და რეფორმებს დაჩქარებული წესით ახორციელებს. ჩვენ მიერ შემუშავებული დღის წესრიგი ერთდროულად ამბიციურიცაა და რეალისტურიც. 1 დეკემბრიდან მუშაობას შეუდგა ახალი ევროკომისია. კოლეგიაში ყველაზე მეტი 14 ადგილი ევროკომისიის პრეზიდენტის მშობლიური პოლიტიკური გუნდის, მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის წევრებმა დაიკავეს. 27 ევროკომისარს შორის არის 2 ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსიც. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ბოლო 10 წლების განმავლობაში ყველაზე მემარჯვენე ევროკომისიაა. უკრაინის მხარდაჭერა, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, გაფართოება და მიგრაციის მართვა ეს ის პრიორიტეტებია, რომლებზე მუშაობის პირობასაც დებს ახალი ევროკომისია მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
My team and I, we will table initiatives. მე და ჩემი გუნდი ინიციატივებს ამ მანდატის პირველი 100 დღის განმავლობაში წარვადგენთ. მომდევნო 5 წელი კი კრიტიკული მნიშვნელობა ექნება ერთიანობას. ამის ზედმეტად ხაზგასმა შეუძლებელია. შევხედოთ გლობალური კონკურენციის დონეს. რამდენად მძლავრია ის და როგორ ხდება დღითი დღე უფრო ინტენსიური. ჩვენ საზღვრებთან ომი მძვინვარებს და ყველაფერი უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე. სწორედ ასეთ კონტექსტში ვმუშაობთ. ერთი რამ ცხადია, ევროპის კეთილდღეობა და უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა. დიახ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი კავშირები საზღვრებს გარეთ, რომლებიც მუდმივად უნდა გავაძლიეროთ, მაგრამ თანაბრად გადამწყვეტია ჩვენი ერთობა საზღვრებს შიგნით. Yes, we need strong alliances abroad. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე ჯოზეფ ბორელი ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერმა კაია კალასმა შეცვალა. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი გახდა ყოფილი ჟურნალისტი და სლოვენიის ყოფილი ელჩი გერმანიასა და შვეიცარიაში მარტა კოსი. ხოლო ევროკავშირის ისტორიაში პირველად ბლოკის თავდაცვის კომისრის თანამდებობა ანდრიუს კუბილიუსმა დაიკავა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიაში ახალი პოზიციის შექმნის შესახებ თავდაპირველად წლის დასაწყისში დაიწყო საუბარი როგორც პასუხი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების გამო, რაც ნიშნავს, რომ ბლოკი არღვევს მრავალწლიან ტრადიციას შეასრულოს წმინდა სამშვიდობო პროექტის როლი. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის თქმით, იგი საკუთარ როლს არ ხედავს იმაში, რომ ნატოს კონკურენცია გაუწიოს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს სამხედრო მეთაურები არ ეყოლება, ბლოკს ფინანსების უზრუნველსაყოფად მეტი ინსტრუმენტი აქვს ვიდრე ნატოს. We face existential and emerging threats. ჩვენს წინაშე დგას ეგზისტენციალური საფრთხეები, ომი, კიბერომი, ჰიბრიდული თავდასხმები და კოსმოსის მილიტარიზაცია. სადაზვერვო ცნობები მიანიჭნებს, რომ რუსეთმა შესაძლოა ევროკავშირის და ნატოს სიმტკიცე ამ ათწლეულის ბოლომდე გამოსცადოს. ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები ჩამორჩება იმას, რაც მზადყოფნისთვის არის საჭირო. ჩვენი მოწინააღმდეგეები და სტრატეგიული მეტოქეები ბევრად წინ გვისწრებენ. ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ამ ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტები ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების. როგორც ჩანს, წყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, რუსეთის სამხედრო აღჭურვილობისთვის იმაზე მეც დახარჯავს, ვიდრე ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე. 2024 წლის განმავლობაში ევროკავშირი სხვადასხვა გზებით განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მიუხედავად თავდაპირველი აზრთა სხვადასხვაობისა, თებერვალში ბლოკმა ერთხმად დაამტკიცა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც 2027 წლამდე იმოქმედებს. ოქტომბრისთვის კი უკრაინისთვის წევრი ქვეყნების მიერ გაწეულმა ერთობლივმა მხარდაჭერამ თითქმის 122 ევროს მიაღწია, რაც სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მოიცავს. ამავდროულად წლის განმავლობაში ბლოკმა გააძლიერა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. გაერთიანების მიერ მიღებული ზომები დიდწილად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას და სანქციების თავიდან აცილებაში ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. წევრ ქვეყნებში მემარჯვენე ძალების აღორძინების არალეგალურ მიგრაციასა და უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული შიდა დაპირისპირების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ევროკავშირის ერთობა კვლავ არაერთი გამოცდის წინაშე აღმოჩნდება. ამავდროულად ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დამატებით გაურკვევლობას მატებს დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის და უკრაინის ერთობლივი მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ამასთან ერთად კვლავ ბუნდოვანია შეინარჩუნებს თუ არა ევროკავშირის საკუთარ როლს, როგორც სამშვიდობო პროექტი, თუ დაიწყებს მზადებას იმისთვის, რომ დიდი ხარჯები გასწიოს ახალი თავდაცვის სისტემის შემუშავებისთვის და პოტენციურად ერთიანი სამხედრო ძალის შესაქმნელად. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ის თუ რამდენად შეძლებს გაერთიანება გაუმკლავდეს ეკონომიკურ გამოწვევებს და გარეთ ძალების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას, გადამწყვეტ როლს ითამაშებს მისი მომავალი ტრაექტორიის ჩამოყალიბებას და გლობალურ სცენაზე პოზიციის შენარჩუნებაში.